თანარს ღმერთი. უფალმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ მოსაყვარელნო. დღეს შესრულებულ სამხო ლიტურგიაში წაკითხული სახარება, რომელიც არის და კვირაც ეს არის უძღების შვილის კვირა. სახარებაც შესაბამისი იყო. ვიდრე ჩვენ სახარების განმარტებას დავიწყებთ, მე მინდა გითხრათ, რომ მოსამზადებელი პერიოდი რამოდენიმე კვირით იწყება თვითონ დედა ეკლესიაში და ადამიანებს აძლევს ესე ვთქვათ საფეხურებრივ ზრდას. თუ გაიხსენებთ წინამდებარე კვირებში წაკითხული სახარებიდან, ჯერ იყო ბრმის კვირა, რომ ბრმის განკურნების მერე იყო მეზვერე ზაქის კვირა იყო და ესე მოვდივართ დღეს აგერ მეზვერე და ფარისევლის იყო, დღეს არის უძღების შვილის, მომავალში კიდე ადამის განდევნა ეკლესიიდან, ანუ 60-დან და შენდობის და უკვე მივალთ იმ კონდიციამდე, როცა უკვე თითოეული ჩვენთაგანი შევუდგებით დიდ და წმინდა მარხვას, რომელსაც ქვია წმინდა ორმეოცი. შესაბამისად, ეს მზადება ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ თუნდაც იქიდან დავიწყოთ, ადამიანი რომ მოდის პირველად ტაძარში და პირველია მისთვის ესე ვთქვათ დაწყება მარხვისა, გონია რომ მთებს გადადგავს, ყველაფერს გააკეთებს, დაეჭიდება და სამაგიეროდ დაჭიდებული წმინდა ხია და დამარცხებული გზის დავადნეთ. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ლოცვა კურთხევას რა ძალავს და მისი მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ. ამიტომ არის რომ ზუსტად ეს არის ეს ლოცვა კურთხევაც, რასაც დედა ეკლესია გაძლევთ და თვითონ ჩვენთაგანს და ნელ-ნელა გზა და გზა საფეხურებით გვამზადებს აი ამ დიდი და წმინდა ორმეოცისთვის. დღევანდელი სახარება უძღების შვილის კვირა, რომელიც თვითონ კვირად არის გამოცხადებული, იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი უნდა ფიქრობდეთ მუდმივად განუწყვეტლი, რამდენად თითოეული ჩვენთაგანი ვართ უძღებლი. არა მარტო მშობლების მიმართ, არამედ ზოგადად ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ მე თავიდანვე ესე შევნიშნავ და ვიტყვი, რომ ეს არის ორი ტიპის ადამიანი დღევანდელი სახარების შინაარსი. ორი გზა ცხოვრებისა და შესაბამისად უკვე შევდგეთ ჩვენ სახარების განმარტებასაც და მოყოლას, რა თქმა უნდა. ბრძანებს მაცხოვარი, რომ კაცო იგავს ამბობს. კაცო ყავდა ორი ძე და ერთ-ერთმა პატარა მოინდომა თავისი წილის გატანა მამისეულის სახლიდან. და მამა უარს არ ეუბნება, არც ეკითხება რატო უნდა, არამედ მისცემს თავის სამკვიდრებელს, თავის წილს და გაემზადება ეს უმცროსი ძე და წავა სახლიდან. შესაბამისად, მას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა და მთელ იმ რაც კი მას შეხვდა სამკვიდრებელი გაფრანგავს, ადვილად წარმოსადგენია ხო, რაში ახალგაზრდა ბიჭი, მეძავებში, გართობაში, დალევაში და ასე შემდეგ. დაინახავს, რომ ეს ყოველივე რაც მას სიმდიდრე აქვთ, უცებ აღარა აქვს. და თან იმ ქვეყანაში, სადაც ის იყო, უცხო ქვეყანაში, ჩამოვარდა სიხმელიო, ძველ ქართული ჩიმშილი, გაჭირვება. და შესაბამისად, ეს ადამიანი აღმოჩნდა არაფრის გარეშე, ესე ვთქვათ. და დაიწყო უკვე იმაზე ფიქრი, რომ რა ჭამოს, რით გაიტანოს თავი. და საოცარი, ესე ვთქვათ, სწავლება, საოცარია სახარება თავისი არსით, ყოველდღიურად იზრდება ადამიანი ამ სახარების კითხვისას და წავა და დაუდგება მოჯამაგირეთ, ესე ვთქვათ, მონად ვის ადამიანს, რომელსაც ყავს ღორის კოლტი, ღორები. ჩვენ ვიცით, რომ ითუმეტეს ებრაელებში ძალიან ბინძური ცხოველია, ესე ვთქვათ, მარტო ბინძური თავის იმით არ არის, როგორც ღორი, არამედ აგრძალული ცხოველია. და შესაბამისად, ანუ სახარებაშიც კი ნახეთ გვასწავლის ჩვენ უფალი, რომ რა შეიძლება ადამიანი დაემსგავსოს თავისი ცხოვრების, არასწორი ცხოვრების წესი. და ეს ადამიანი, რომელსაც დაუდგება მოჯამაგირედ, განუწესებს შრომას, ანუ ველზე, სადაც ღორები ძოვდნენ. და იმდენად შიოდა ამ ადამიანს, რომ
ღორების საჭმელიც კი ენატრებოდა როჭამ. იმის უფლებაც კი არ ქონდა თქვენ უბრალოდ თუ წარმოიდგენთ ესე გონებაში რა დონეზე უნდა გასჭირვებოდა ადამიანს უმდიდრესი კაცის შვილს თავისი სამკვიდრებელი ნახევარი ქონება წამოიღო აბსოლუტურად განაბნია ყოველივე და დარჩა აბსოლუტურად არაფრის გარეშე ნოლზე და ღორებს უვლის მაგრამ ღორის საჭმელი ენატრება მაგრამ იმის უფლებაც არ აქვს რომ ის შეჭამოს იმიტომ რომ ამის უფლებას არ აძლევენ და გვეუბნება სახარება რომ მოვიდა თავსათვის ანუ თავის გონზე მოვიდა ესე იგი გადახარშა თუ რას გამოიარა და სადამდე მოვიდა როგორ შეიძლება ადამიანი სიმაღლიდან აი ესე დაეცეს და დაენარცხოს და დაიწყო თავის თავთან საუბარი რომ მამაჩემის სახლშიო ყოველივე პური და ასე შემდეგ უხვადარიო მე კიდე აქ ღორის საჭმას ვერ ვჭამო ანუ ამის უფლებაც არ ქონდა მივალო და ვეთქვი მუხლებს ჩაუვარდებიო რომ წოდეო ღვთის მიმართ შენს მიმართო და არაბა რომ შენი შვილის წოდებად რომ ღირსი ვიყო ანუ წოდების ღირსი ვიყო და მართლაც ადგება და წავა და გზაში დაინახავს მამა ანუ სახლიდან ოშორები დაინახავს რომ მოდის და თვითონ მამა გაიქცევა სიხარულით მე მინდა გავავლო პარალელი ზოგადად მშობლის პოზიციაზე არა მარტო ხორციელი მშობლებს არამედ თვითონ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს პოზიციაზე და მის იმ ღვთაებრივ და მამობრივ სიყვარულზე რომელთაც თითოეული ჩვენთაგანი უყვარს მას ასე ელოდება თითოეულ ჩვენთაგანს მონანულ ადამიანს მაცხოვარი და გაიქცევა მამა მიეგებება და ჩაიხუტებს თავის შვილს შვილი დავარდება მუხლებზე და ეუბნება იგივე სიტყვებს რომ მას ცოდა ღვთის წინაშე რომ ამის წინაშე რომ ის არ არის მისი შვილობის წოდების ღირსი და ერთ-ერთ მოჯამაგირეთ რომ დანიშნოს და მამა საოცარ ამას აკეთებს ეტყვის თავის მონას რომ მოიტანეთო სამოსელი პირველი დოჩანაშვილის ალბათ გახსენდებათ ხო ანალოგია ძალიან ბევრი სხვათა შორის მე მინდა გითხრათ რომ საოცარი ნამუშევრებია დიდი მხატვრებისა სადაც თვითონ ეს უძღების შვილის ფრაგმენტი აღწერილი თუმცა არ ქვია დასათაურებული არ მაგრამ ერთ-ერთია ეს ნახატები ამიტომ ძალიან ბევრია ესეთი და ამიტომაც აი რომ ჩააცმეს მამა იმ სამოსელი პირველი მინდა გითხრათ რომ ისევ ის სამოსელი კი არ ჩააცვეს რაც მას მანამდე ეცვა იმას დახევდა პატივში აიყვანა ისევ იმ პატივში რა პატივშიც იყო ამაღლება უფლისა სხვა არაფერს არ განასახიერებს გარდა ადამიანის ისევ იმ პატივში დაბრუნება სადაც იყო იმიტომ რომ ქრისტეს ამაღლება არაფერში არ ჭირდება თითქოს ამაღლებულია ამიტომ არის რომ ყოველივე რაც კი ჩვენ გვეძლება ან ჩვენი გონებისთვის არის საცნაური ყოველივე უნდა ვიცოდეთ რომ ადამიანის ხსნისთვის ხდება მისი გამოხსნისთვის ხდება და მისი ესე ვთქვათ სასუფეველში იმ პირველ წყაროში მამისეულ სახლში დაბრუნებისთვის ხდება თუმცა ადამიანები ამისთვის სამწუხაროდ არ ვიღწვით და წამოასწრებს თითზე ბეჭედს მინდა გითხრათ შეიძლება ბევრმა თქვენთაგან მარც ეს არის უფრო სამეფო ესე ვთქვათ დიდრულის მეფეებს ჰქონდათ თავის ძეებს ჰქონდათ იმიტომ რომ ბეჭედი ეს იყო რომელთაც ანუ იცნობოდა ვისი იყო შესაბამისად ანუ ჩააცმევსო იმ ჩვენებურად შეიძლება ფეხსაცმელი უწოდოთ ანუ მოკლედ და ეტყვის მონებს რომ დაკალითო ჭამებული ზვარაკი ანუ ძალიან ესე ნასუქი საქონელიო და ჭამოდა ვიხარებთ რამ თუ ჩემი შვილიო მკვდარი იყო და გაცოცხლდაო და წარწმენდული იყო და გონს მოეგო ну ამაზე ძალიან ბევრი შეგვიძლია საოცრად ვრცელია და ცხოვრებისეული სახარება მაგრამ ვრცელია და მე ვეცდები რომ ისეთი მაინც დოკუმენტური ისენი ამოიღო რაც უფრო მეტად ამ შემთხვევაში ჩვენთვის საჭიროა თორემ მუდმივად ყველა სიტყვა აქედან გასაშიფრია და გასამარტია და დაიწყება ანუ აი ადამიანის ესე ვთქვათ პირველ პატივში ისე აყვანა ისე მამისეულ წიაღში შესვლა იმ პატივში დაბრუნება და რა თქმა უნდა დღესასწაულობენ და ზეიმობენ რამე თუ მკვდარი ესე ვთქვათ გაცოცხლდა და წარწმენდული და უგუნური ისე გონს მოეგო და ამ დროს ველიდან ან ესე ვთქვათ სამუშაოდან მოდის უფროსი ძე რომელიც რო დაინახავს რაღაც ჟრიამულია ეუბნება ერთ-ერთ მსახურს რომ რა ხდება რა ამბავია და ეუბნება რომ შენი ძმა დაბრუნდა და მამაშენმა დაკლა ზვარაკი ჭამებული და ასე შემდეგ და იმდანად გაბრაზდება და დაიბოღმება რომ სახში შესვლას არ დააპირებს ეს მამამ შენიშნა ალბათ თქვენს ხშირად გითხოვთ ჩემთვის ხო მამაო საიდან დაინახე ან საიდან შემნიშნე არის ხომ ესეთი რაღაც წირვაზე
არ გამორჩება მშობლის თვალს არაფერი, მაგრამ უფრო მეტად, რა თქმა უნდა, თქვენ წარმოიდგინეთ ღვთის თვალი რაოდენ ამ შემთხვევაში ძლიერია, ხო, რომ ყველა თვითონ ჩვენთაგან ხედავს. ამიტომ არის რომ დაინახავს მამა თავის ძეს და თვითონ გავა გარე და ეუბნება რომ რატომ არ შემოდიხარ და დაიწყებს ყვედრებას უფროსი ძე, რომ მე შენ გმონებ, მონობაში არ იგულისხმოთ სხვა რაღაც, ანუ რომ მამის მორჩილია, რომ ყოველივე შენს დანაბარებს ვასრულებ, ყველაფერს ვაკეთებ და შენ ერთი თიკანიც კი არ მოგიცია, რომ ჩემ მეგობრებთან დამეკლა და დრო გამეტარებინაო და ეუბნება მამა რომ შენ მუდმივად ჩემთან ხარო. ანუ ამის საჭიროება შენთვის არ იყო. იმიტომ რაც შემია ის შენია, მაგრამ შენი ძმა, რომელიც ისევ დავიწყებ როგორც ამბობს სახარება, რომ მომკვდარი იყო და გაცოცხლა, წარწყმედული იყო და პოვა, ის დაგვიბრუნდა ჩვენო. და ამიტომ მე ვახსენე დასაწყისში, რომ ორი გზა ეს კაცობრიობის. ორი გზა, ასევე ორი ძე, რომელიც ჩვენ ესე ვთქვათ სახარება გვეუბნება, ესეც რა თქმა უნდა, ვიცით ჩვენ რომ აქ ღმერთზეა ლაპარაკი და იმ ორ კატეგორია ადამიანებს, იმ შვილებზეა ლაპარაკი უფლისა, ორ კატეგორია თყოფს ამ შემთხვევაში, რომლებიც აი ესე წარწმედულნი, მაგრამ დაცემული, მაგრამ მონანონი არიან. არის მეორე გზა და კატეგორია, რომლებიც არიან უფლის წიაღში, მაგრამ მაინც უმადურნი არიან და აბსოლუტურად ბევრს აი ხშირად მსმენია, რომ აი ამდენი წელი დავდივარ ეკლესიაში, ძალიან კარგია რომ ეკლესიაში დადიხარ, მაგრამ რა გამოგაქ აქედან შენ? რა ისწავლე, რა მიიღე, მადლი მიიღე აქედან, ხა ეგრე ძაღლებით შემოდიან ტაძრის ეზოში, მაგრამ რა არო? ამიტომ არის რომ ადამიანი ძალიან ესე ვთქვათ, უნდა ფიქრობდეს ამ ყველაფერზე და ადამიანი ხო ფიქრისთვის არის გაჩენილი, რომ იაზრონოს ადამიანმა. მე დეტალებს ამოვიღებ ახლა დღევანდელ სახარებიდან, პატარა ბიჭი, რომელიც მოითხოვა თავის სამკვიდრებელი, რა არის სამკვიდრებელი და ეს სახარება პირველ რიგში თუ ჩავთვლით გვეცნობა, მე მგონი ადამისა და ევას დაცემის და გამოდევნის მდგომარეობაა. იმიტომ რომ მას ჰქონდა, ანუ ადამიანს ჰქონდა ყოველივე რაც უფალმა უბოძა, ისინი სამოთხეში ცხოვრობდნენ და მათ ზუსტად ის ჰქონდათ, რომ რა იყო ახლა ეს, რა ვერ დაიცვეს ამისთან ერთი მარხვა. იმ აკრძალული ხის ნაყოფის ჭამა, რომელიც არა, მაინც შეჭამეს. მე ვთქვი, რომ ძელია დღევანდელი სახარება თავისი არსით კიდევ სიღრმისეულია და რა იყო უცნაური იმაში, რომ გველმა, ეგრეთ წოდებულმა, ეხლა დღეს გველი ესეთია, როგორც დასრიალებს და დადის, მაგრამ შეიძლება ესეც სულაც არ იყო და უფრო სხვანაირი იყო, ამდენი საუკუნეები გავიდა, ხო? შესაბამისად, ანუ ადამი და ევა იქ იყვნენ და პირველი რაც როგორც იოანე ოქროპირი ბრძანებსო, ევას უნდა გაშენო და ეჭვი. ყოველდღიურად რომ გველი მასთან ესე ვთქვათ, იყო თუ სხვა ცხოველები და გველმა რო ხმა მოიღო და დაელაპარაკა, ხო უნდა მიხვდარიყო, რასთან ქონდა საქმე. რო აქ მხოლოდ და ბოროტის იყო საქმე და არა თვითონ მას რო ლაპარაკი შეძლებოდა, მანამდეც დაილაპარაკებდა. ამიტომ არის შემოძვირფასება, რომ ჩვენ რაღაც წეღაროთ უნდა დავფიქრდეთ, უნდა გვესმოდეს ერთი რაღაც, რომ როცა რაღაცას არასწორად შვები და ვაკეთებ, ხანდახან დაუსვათ ჩვენ თავს კითხვა, როგორ შემოbrunდება ეს არასწორი საქციელი იქნება, ცოდვა იქნება თუ არ ვიცი, ძალიან ბევრია ხო ესე თქვა ცოდვის მიდრეკილება. ამიტომ არის რომ დღეს როცა ჩვენ საუბრობთ უფროსა და უმცროს ძმაზე, წევანს გითხრათ, ეს არის ჩვენი ორი კატეგორია ადამიანებისა, თუ რანი ვარ ჩვენ თვითონ, რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ. ეხლა მეორე მხრიდან რო შევხედოთ, მამა ესეთი მოყვარული, ხო? ბუნებრივია, ნებისმიერი მშობელი თავის შვილის მოყვარულია, მაგრამ ჩვენ აქ ლაპარაკი გვაქვს და საუბარი უფალზე, რომელიც იმდენად მოყვარულია, რომ რა თქმა უნდა პატიოს წევან თქვი მონანუს, მაგრამ ისჯება მოუნანიებელიც, ეს არა უნდა დაგვავიწყდეს. და მეორე მხარია, რატომ არ გაჩერდა ეს ადამიანი მამისეულ სახლში? როგორც ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ რატომ არ მოისვენა ადამა და ევა იმ მამისეულ წიაღში, სადაც იყვნენ სამოთხეში, აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდათ, რაც მათ ესაჭიროებოდა ჰქონდათ, მაგრამ არა, არის ის, რასაც ადამიანი რაღაცა, არ ვიცი, არასვენებს და ბუნებრივია. მოინდომა თავისი წილის წაღება და წაიღო თავისი წილი. წაიღო თავისი წილი და გახარჯა, ხო ეს ყველაფერი გაანიევა და გააბნია. მაგრამ ჩვენ ერთი რაღაც უნდა გვახსოვდეს, რომ რატომ წავიდა, რამით იყო შევიწროვებული? მამის სახლი, მოდი ესე ვიტყვი, მამისეული სახლი, წიაღი,
რაღაც პატარ-პატარა აკრძალვები არის. აბა გადახედეთ, ხო? შვილები ყავს ჩვენც და ვეუბნებით, ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება. ეს რატომ მეუბნები, იმიტომ რომ შენ თვითონ გაიარე ჯერ ეს გზა. ესე არ არის? შენ თვითონ დაეცი, შენ თვითონ მოგივიდა ბევრი შეცდომა და გინდა რომ შენი შვილიც არიდო. მაგრამ გასაგებია, მაგრამ მანაც ხომ უნდა გაიაროს ეს გზა. მამა არ ეუბნება, ნახეთ რომ არ გაგიშვებ. ან წადი, მაგრამ მე შენ არ მოვცემ, პირიქით აძლევს ნახევარს ქონებისას და პირიქით ეუბნება რომ წადი. გესმით? ამიტომ არის რომ ადამიანი დავიჯერო თანხმად რა არის ადამიანი ეკლესიაში მყოფი, ანუ მის წიაღში მყოფი. ადამიანი მუდმივად დაცულია, მაგრამ მის გარეთ წარწყმული აიღეთ იგივე სახარება. როცა მაცხოვარი ზღვაზე გამოეცხადება სვლით, წყალზე სვლით. ხო? პეტრე ვიდრებდი არ იძირება, მანამ სანამ თვალებში უყურებს ქრისტეს. როგორც კი მზერას მოარიდებს, ეგრევე იწყებს ჩაძირებას. რატომ? იმიტომ რომ ეს სახარება იმიტომ არის, რომ ჩვენს გვახსოვდეს, ვიდრე მასთან ვიმყოფებით, ვიდრე მასში ვარ, ანუ ქრისტეში, ვიდრე ვეზიარებით და ერთნი ხდებით, ანუ ესე ვთქვათ, გამხდოდება ადამიანი, მანამდე რაც არ უნდა წარღვნა იყოს ადამიანი არ ჩაიძირება, მაინც ამოტივტივდება, იმიტომ რომ მას ქრისტე იცავს. მაგრამ ბუნებრივია თუ უარი თქვი ამ ყველაფერზე, ცოლიც აღარ გეყოლება და დაუბრუნეთ მამისეულ სახლს. ეს აკრძალვები შვილებისთვის ძალიან ისეთი რაღაც თითქოს აუტანელია. ამიტომ არის რომ ადამიანები გარბენ, აი საოცარი შეიძლება მსგავსებაც ავიღოთ. ნახეთ როგორ თემა, აი ალბათ გინახავთ, ხო? ტბა, ზღვა და არის რაღაც ნიშანი, ამგზალავი. აქ ესე ვთქვათ, ბანაობა არ შეიძლება. ამგზალა ნიშანია, მაგრამ შენ მაინც ესე ურჩად ჯიქურად მიდიხარ და ხტები და შეიძლება ღმერთმა დაიფაროს, რაღაც დაემართოს, ხო? იგივე უბრალოდ ჩვენ წრეში რომ გადმოვიტანოთ, იმიტომ რომ მამისეულ სახლში არის აკრძალვა რაღაც და შენ ეს აკრძალვა არ გაკმაყოფილებს და გარბი ხარ. აი ეს მამისეული სახლი, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ისევ ბრუნდება პატარა ძე. რატომ? აქ იმ შიმშილზეა ლაპარაკი, როგორც თქვენ მოვისმინეთ, ანუ რა თქმა უნდა სახარებას ვისმენთ, მაგრამ ეს ალეგორიული, ანუ შედარებითია ყველაფერი. ჩვენ თუ საუბრობთ ღმერთზე, რომ მას ორი ეს კატეგორია ყავს შვილებისა, ასე ვთქვათ, მიმართულება, მაშინ აქ პურზე და წყალზე და ყველზე და იმაზე არა ლაპარაკი, ხო? ვინც კი ეკლესიიდან ჩვენ რითი ვნაყდებით, აქ რითი ვსულთმულობთ, მისი წმინდა სისხლით და ხორცით, ანუ ამით არის ქრისტიანი ძლიერი და ეს არის ჩვენი, ესე ვთქვათ, ყველა ეს კარის გასაღები, იმ დამამკოლებელი კარისა, მაგრამ როგორც კი ამას მოწყდება ადამიანი, ის აბსოლუტურად მარტო რჩება, ესე ვთქვათ, პირდაღებული მგლის წინაშე, აი ცხოვრების წინაშე და წარსაწმედელის წინაშე, იმიტომ რომ ამის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება. ამიტომ არის რომ ის ვინც გავიდა, მამისეული წიაღი დატოვა და თუ გონზე მოეგო, ისევ დაბრუნდა, ესე იგი მას ის აკლდა მამის სიყვარულის სითბო და ის ყველაზე მთავარი, რომელიც ესე ვთქვათ, ის სიმდიდრე ელოდება იქ და არა რაღაცა ნივთებისა და ესე ვთქვათ, ოქროვერწყლს, არამედ ის რაც მე წეგან ვახსენე, ანუ თვითონ მაცხოვართან მიმართებაში. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ მრავალი გზის წინ გვიდევს მაგალითები, თუ ქრისტიანები რაოდენ ვეცემით, როგორ ხდება ჩვენი დაცემა, მაგრამ დაცემას არ მოგკითხავს უფალი ისე, როგორც დაცემულ მდგომარეობაში დარჩენას და არ წამოდგომას, ფეხზე არ დადგომას, წელში არ გამართვას, ანუ იგივე აღსარები და ზიარები და ასე შემდეგ. ერთ-ერთ მამას კითხესო, რომ ესე ვთქვათ, რამდენჯერ უნდა ესე ვთქვათ, დაეცეს ადამიანიო და წამოდგესო. ეს არავის არ დაუთვლია. როგორც ქრისტეს კითხესო, რამდენჯერ უნდა შეუნდო 7 გზისო და 70 გზის, 7 გზის და ეს წარმოუდგენელია. ადამიანი უნდა თვითონ ბუნებით უნდა იყოს, ესე ვთქვათ, შემდობი, ადამიანს თვითონ გულში უნდა კონდეს ის სიყვარული, რომ ვინმე კი არ გაიმეტო პირიქით, შეიწყალო, იმიტომ თვითონ მაცხოვარი ბრძანებს. ეძებ, იპოვებ, ესე ვთქვათ, ითხოვ მოგცემენ, დააკაკუნებ, გაგიღებენ და თუ შენ არ ხარ შემწყნარებელი, თუ შენ არ გაქვს გული გონიერი და თბილი, მობიერი, შენც ვერ იქნები ბუნებრივია შეწყნარებული. ამიტომ არის რომ მე ყველას ურჩევდი, პირველ ჩემ თავს, რომ ნუ მოვწყდები და მოვშორდებით მამისეულ სახლს. ეს მამისეული სახლი არის სათასასუფეველი, რომელიც განუმზადა თვითონ მორწმუნე და მონანო ადამიანს. უფალმა დაგლოცოთ, მრავალს დაესწარით, კარგ დღეს ჩვენ